მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო, დღეს ვნახოთ ჩვენ რა ადგილს იკავებ შენ მის ცხოვრებაში, სინამდვილეში. მოდით ვნახოთ. პირველ რიგში ვნახოთ ეხლა თქვენი არის თუ არა გაშლა, სიგნიფიკაცია გავაკეთოთ, ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ შორის, რომ თქვენ უკვე იცოდეთ, რომ ნამდვილად ეს არის თქვენი გაშლა, ხო? ეხლა რა ხდება თქვენს შორის? ნახოთ ეხლა ვისთვის იქნება ეს გაშლა. ნუ აქ არის როგორი სიტუაცია გეტყვით. თქვენ ცხოვრებაში არის სიყვარული. ეხლა ნახეთ. აქ რა სიტუაცია არის? არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ეხლა ამ წუთში ხართ ერთად თუ არა ხართ. არა ხართ თქვენ ცხოვრებაში კიდე თქვენ შორის უკაცრავად. აქ არის როგორი მომენტი? აქ არის ძალიან ბევრი ფიქრი. აქ არის ძალიან ბევრი მომენტი, რომ აქ არის მოლოდინი, რომ აი ნეტე რამე შეიცვალოს. აქ შეიძლება თქვენს, ნუ აქ ორივეს ენერგია არის და მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ეხლა მიდის ცვლილება თქვენ სივრცეში. აქ თვითბედი არის ჩარეული. უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ პერიოდი დრო იმისათვის, რომ გეფიქრათ ამ სიტუაციაზე მაქსიმალურად თქვა დაუშვათ, აი როგორ ხდება, რა ხდება. აქ ნუ პაუზა გექნებოდეთ, მაგრამ ეს პაუზა ახლა იცვლება, იმიტომ რომ ნახეთ, აქ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თქვენ ერთმანეთზე რამე ინფორმაციაც არ გქონდათ, შეიძლება იყო ისეთი პერიოდი, რომ თქვენ მართლა აი უყურებთ მართო გაშლებს და მაგ გაშლებიდან შეიძლება იგებთ საერთოდ ვაფშე რა ხდება. მაგრამ აქ უნდა თქვენი გაშლა ეს იქნება ახლა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გრძნობთ, რომ არის სიყვარული, მე ვგრძნობ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს ინტუიცია, ჩვენ გვაქვს ეს ენერგიები, რომ ჩვენ ახლა ერთმანეთს ვგრძნობთ და არა ისე მე ვიგონებ, შენ თუ ზიხარ და 10 წელიწადი ელოდები, ხო და გრძნობ, რომ სიყვარული არის, შეიძლება არის ეს სიყვარული, მაგრამ მაშინ, ნუ უკვე კითხვები იბადება, ცოტა სხვანაირი, ხო? მაგრამ აქ ახლა არის მომენტი, რომ ეს რაც მოხდა, ის იყო აუცილებელი იმისათვის, რომ თქვენ გაგეგოთ ეს სიყვარულზე ყველაფერი სინამდვილე გაგეგოთ. და ნამდვილად აი ეხლა რა ხდება და თქვენი სიტუაცია, თქვენი მომენტი ეხლა ნულდება, ანუ იმ პერიოდის მე აქ უძლიერესი გაკვეთილი გაქვთ გავლილი, აქ ნახეთ რა ხდება გეტყვით. თქვენ ძალიან ვისთვის კიდე იქნება ეს გასულ მაღალი არკანები წამოვიდნენ. შეხედეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. ეხლა აგეხსნით, აქ თუ დაუშვოთ, თქვენ დაგაშორეს თან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. უნდა გრძნობდეთ, რომ არის სიყვარული, უნდა გრძნობდეთ, იმიტომ რომ შეიძლება ურთიერთობა სრულიად დაამთავრდეს და მაინც ახლა ის რა ქვია და გეუბნებით, აი ბევრი წლები გადის და ადამიანები ელოდებიან. აქ არის ესეთი პრეცედენტი, რომ ბევრი წლების მერეც ერთმანეთს ხვდებიან ადამიანები და აგრძელებენ ურთიერთობას, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემა არის, გამიგეთ, რატომ და რისთვის და ახლა იმიტომ რომ შეიძლება ვერ დაასრულეს რაღაცა მომენტები, რაც უნდა გაევლოთ და ნუ კიდე ახლა ბედი აერთიანებს რა. ეს სხვა სიტუაცია. აქ ნახეთ როგორი საინტერესო რაღაცა ხდება. თქვენ შეიძლება აქ დაჟე ნახეთ, შეიძლება თქვენ ერთმანეთს უთხრათ, მოდი ეხლა ჩვენ დავფიქრდეთ. ანუ როგორ რა იქნება, თქვათ, ჩვენ ურთიერთობაში, მეც მაქვს ჩემი რაღაცა საფიქრებელი, შენს გექნება საფიქრებელი, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით, აქ თუ თქვენ შორის იყო ცოტა ურთიერთობა ისეთი, აი, ნუ მსუბუქი როგორ არ იყო სერიოზული, მოდით ასე ვთქვათ რა, ეს ან რაღაცა არ მოგწონდა, ან თუნდაც ზოგისთვის შეიძლება ახლა წამოვიდა ინფორმაცია, შეიძლება თქვათ მარტო შვილების გულისთვის, ნუ ეს პატარა ძალიან პატარა პროცენტისთვის იქნება ეს ინფორმაცია, უბრალოდ აქ არის როგორ თითქოს უნდა გადაიყვანათ მაღალ ძალებს თქვენი ურთიერთობა სხვა დონეზე, რატომ? იმიტომ რომ უკვე თქვენ გქონდათ პერიოდი, როცა თქვენ ერთმანეთს სწავლობდით, ხო? ეს არ აქვს მნიშვნელობა, ყველას თავისი პერიოდი ქონდა, ხო? მაგრამ არ გადადიოდა ეს ურთიერთობა არაფერში სერიოზულში, საერთოდ არ გადადიოდა. ამიტომ თქვენ აქ ჩაგაგდეს კოშკში რა, ანუ ეს
კოშკი ნახეთ, აქ არ არის სულთად ბოლომდე დანგრეული, აქ გვაჩვენებენ ჩვენ, რომ რაღაცაზე დაარტყეს მტკივნეულზე, იმაზე, რაზეც თქვენ უნდა გეფიქრათ და ამ თქვენი ან მარტოობით და ამ ფიქრებით თქვენ უნდა შეგეცვალათ რაღაცა აზრით, თუნდაც სიყვარულზე და ეს გაკვეთილი თქვენ როგორც პრიადოსანი ბავშვები ისე გაიარეთ, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ ახლა ბედნიერებაში, გამიგეთ, იმიტომ რომ ეს პერიოდი დასრულდა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ბევრს ქონდა, ძალიან დიდი ცვლილება და მიდიხართ ახლა ახალ პერიოდში, სადაც უნდა იყოთ პრინციპში, ამ კარტებით, შემიძლია თქვა, რომ ბედნიერებაში მიდიხარ ზოგი ოჯახსაც ქმნის, არ გამოვრიცხავ, რომ აქ ზოგისთვის იქნება ის, რომ თქვა, გადაწყვეტილებას მიიღებ, თუ თქვენ დაუშვთ ოჯახი ხარ და მოხდა ხარვეზი რაღაცა თქვენს სიტუაციაში და შეიძლება ფიქრობდე, აი ბავშვების გულისთვის მაინც შევინარჩუნო, აქ არის დიდი ალბათობა იმისი, რომ თქვენ შერიგდებით, იმიტომ რომ დაფიქრდებით, რომ შეიცვლებას, მიდგომა შეიცვლება. მოდით ახლა კითხვები ჩვენ ხო გვაქვს, აქ და დავიწყოთ რა. ნახოთ ახლა ესე იგი, როგორ აღიყვავს ახლა ეს შენი პარტნიორი, რა გრძნობებს ახლა მალავს შენს მიმართ, რა როლს ასრულებ შენ მის ცხოვრებაში. ესეც ვნახოთ ახლა რითი განსხვავდები შენ სხვებისგან, იმიტომ რომ კაცები ხო მაინც აანალიზებენ, ქალებიც რა თქმა უნდა. ვნახოთ ახლა რის შიში აქვს ამ ურთიერთობაში. რა სურს სინამდვილეში, აქ გვაჩვენა ჩვენ ტარო, მაგრამ შევამოწმოთ ჩვენ ახლა მაინც რა სურს სინამდვილეში შენთან, ხო? და როგორ ხედავს თქვენს მომავალს, სხვათა შორის, აი ამ თემაზე როგორ ხედავს შენთან თავის მომავალს, ახლა გავაკეთებ მეორე არხზე, იქ გრძელი გაშლას. აი ეს მინდა გავაკეთო რა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა აქ იცით თქვენ ხო, რომ მოკლე გაშლებს ვაკეთებ, აქ მაჩვენებენ ნახეთ ჰარმონია. ამას უნდა ჰარმონია თქვენთან და ბედნიერება, აქ სიყვარული არის. აქ მოდის გიჟებით, ბრუნდება ვიღაცასთან გოგოება. გააფრთხილეთ მეზობლებს, ხო, ჩვენ როგორც ვიცით ხოლმე ხუმრობა. კაი, დავიწყოთ ახლა. როგორ აღიყვავს ახლა შენ? შენ გაიმარჯვე. გამარჯვებული. გაიმარჯვე ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ აქ შეიძლება ხო გეუბნებით, აქ რაღაცა სიყვარულზე უნდა შეგეცვალათ რაღაცა მომენტები. შეიძლება ნახეთ, აქ არის პაჟი, ნახეთ როგორი ეხლა თუ ამიღე, კაი იქნება განახდა. აქ ნახეთ, აი აქ დგას ეს პაჟი და ანუ აქ ოქროს თევზი აქვს, ხო? ანუ ეს სურვილი, სუფთა სიყვარული, პაჟის ეს ენერგია არის სუფთა წმინდა სიყვარული არის. აქ ადამიანი ფიქრობს სიყვარულზე. გამიგეთ და ამიტომ თქვენ მაჩვენებენ თქვენს თავს როგორც გამარჯვებულს რა. ანუ ესე იგი, როგორ ხედავს ახლა შენ, როგორ აღიკვავს, რომ შენ გაიმარჯვე. ესე იგი, შეიძლება იყო რაღაცა მომენტები, რომ თქვენ დაუშვთ მას ესაუბრებოდეთ, რაღაცას ეუბნებოდეთ, თუნდაც სიყვარულზე, ხო, რაღაცებს ამბობდით, მაგრამ ეს ადამიანი შეიძლება ფიქრობდა, რომ მოიცადე რა, ანუ არ იღებდა რა, თქვენს დაუშვოთ ახლა რაღაც სიტყვებს და სულ იყოს თითქოს აი რაღაცა კამათში იყავეთ, მაგრამ შეიძლება ამ პერიოდში, კოშკი არის, როცა ნახეთ, აი ანგრევს ყველაფერს სხვა ფიქრებს, ანუ დაუშვოთ მე სიტყვაზე მიყვარდა როგორ აგიხსნათ კოშკი უფრო ადვილად, თქვათ, მიყვარდა, თქვათ, რძიანი ყავა და უცბად რაღაცა მოხდა და აღარ მიყვარს ეს რძიანი ყავა. ყავას კი ვსვა, მაგრამ რძეს აღარ ვუმატებ. გამიგეთ, რაღაცა მოხდა ჩემში, შეიცვალა, რომ საერთოდ ვეღარ ვსვამ მე მაგას, მაგრამ და უკვე ყავა კი მომწონდა, მაგრამ უკვე რძე არა, რაღაცა არაძლევთ თქვათ, ეხლა ისეთ გემოს. მივხვდეთ, ხო, არ მინდა ღრმად წავიდე, აქ ჩვენ მოკლე გაშლიები გვაქვს, თორე ეხლა გადავალ ისევ გრძელში. ანუ ესე იგი როგორ აქ რა კიდე კი შენი სიძლიერე დაინახა, რომ შენ ხარ ის ქალი, რომელსაც აი თითქოს შენ так, ახლა ქართულად სიტყვა თქვა სწორად, ანუ და ვერ ვეტყვი ახლა გავიჭერე. ანუ ესე იგი როგორ არის, იცით, შენ
პატარა გოგო ნახეთ აქ დგას ლომთან რა. ანუ მთლიანად შენ დაბრყობილი ყავს ეს ადამიანი უკვე შენით რა. ანუ აქ როცა ნებდება ადამიანი და გეუბნება რომ შენ ხარ ესეთი ქალი რომ შენ შეგიძლია даже ლომსაც კი დაებრყო რა. ანუ ისეთი ადამიანი ხარ რა. მე კი არა საერთოდ აი ძლიერი შენი სიძლიერი დაინახა შენი სექსუალურობა, შენი ქალი, აი ნახეთ ქალის სექსუალურობა და საერთოდ აი ქალის ენერგია, ნახეთ, თქვენმა ენერგიამ, თქვენმა შინაგანი სიძლიერე რა არის ახლა ძალის არკანი არის, ეს არის ქალის სიძლიერე, ქალის სიძლიერე სხვანაირი, ხო ვიცი, ჩვენ არა ეხა როგორც ეხა აქ კი არა გვაქვს ჩვენ ეხლა ის კუნტები და რაღაცა, არა, ეს სხვა შინაგანი, შენ ისეთი ძალა გაქვს, რომ შენ მომერიე. მოთ. ეხლა ნახოთ, ჩვენ ეხლა რა გრძნობებს მალავს შენს მიმართ, რა გრძნობებს. აი ის, რომ შენ ხარ მისი ზეიმე, შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანაც ეს კარგად არის, კარგად გრძნობს თავს. ანუ კარგად, ანუ შენთან მიხარია, ძალიან მიხარია, შენს გვერდით ყოფნა და სხვათა შორის აქ ძალიან ეჭვიანობს რაზე, რომ შენ მხოლოდ ჩემი ხარ და მე ნამდვილად ეხლა ну, даже აქ როგორ არის ეგოისტური თემა, შენ ისეთი ხარ, რომ შენ შეიძლება საერთოდ ბევრისთვის ხარ, ну, კარგი მეგობარი ხართ, ხო, დაუშვოთ, ხო? ან პოზიტიური ხარ, ბევრისთვის ხართ, დაუშვოთ, მაგრამ ეს იმას, რა ქვია, მალავს იმას, რომ აქ ჩემი ხარ, მე მინდა რომ მარტო ჩემი იყო და არა კიდე ვიღაცას ახარებდე რა, მარტო მე ეგოისტი რა, მარტო ჩემი მინდა იყო, მიხვდეთ და ეგეთი რაღაც ამას მალავს ახლა ეს. რა როლს შენ ახლა თამაშობ მის ცხოვრებაში? ამ წუთში შენ ხარ მისი ტკივილი, შენ ხარ ის ადამიანი, რომელზეც ეს ადამიანი ფიქრობს დღე და ღამეებს არ ძინებს და სულ შენზე ფიქრობს. აქ უკვე twin-ი გაუსკდა ადამიანს გეფიცებით რა. და აი ზუსტად თქვენ ახლა აქ როგორი როლს თამაშობ მის ცხოვრებაში, შენ მაგას აფიქრებინებ რაღაცებს, შენ აი ნახეთ კოშკი, ხო? შენ მაგას რაღაცა ცვლილება შეგაქვს მის აზროვნებაში, მის ფიქრებში, ანუ ну, კი, ხო? ანუ ეს არის როგორი ვინახარ მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ცვლის მაგას, თქვენი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენი შეხვედრით აქ ადამიანი თქვა დაუშვათ, მიხვდა რომ თქვენ არა ხართ ის ქალი, რომელსაც მარტო რო იწვიან ხოლმე რომ ქალს უყვარს მარტო ყურებით. არა, თქვენ ეგრე არა ხართ. ანუ თითქოს შეცვალეთ საერთოდ თქვენ მასში, აი ქმედება, როგორ შეიძლება მაგან ფიქრობდა რომ დაუშვათ ახლა მარტო შეიძლება თქვა გავერთო ქალთან და მორჩა, არა, იმიტომ არის რომ აგვაჩვენეს ჩვენ რომ რაღაც მსუბუქი იყო, აი რო ვერ თქვი მაშინ, რომ აი არასერიოზული, ხო? და თქვენ მასში, ანუ ისე დროში, ისე დღეში ჩააგდეთ, რომ აგრძნობინეთ, რომ მარტო ყურებით კი არა, ქალს ახლა ქმედებაც სჭირდება ჩემო ძმაო და ამიტომ არის აქ ესეთი სიტუაცია რა, რომ მაგას ქონდა პერიოდი, რომ ეფიქრა და ანუ როგორ უნდა შევცვალო ქალთან მიდგომა, სხვანაირად უნდა მოვიქცე ქალს და თქვენ ხართ ის ქალი, რომელმაც მასში ჩარტო ეს სიტუაცია, ეს ფიქრები, გამიგეთ რა ხდება? ნახოთ ახლა თქვენ რითი განსხვავდებით ახლა სხვებისგან მისთვის, ну თქვენ ხართ ვარსკვლავი, თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ, თქვენ ხარ, აი ახლა გოგოებო, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ ამ წუთში რას ფიქრობთ თქვენზე, მსუქანი ვარ, სუსტი ვარ, ბებერე ვარ, რა ვიცი მე, რანაირი კიდე ახლა ეს ვიცით ხოლმე რა, ვაი მე ახლა ისინი რა ქვია, ცელულიტი მაქვს თუ რაღაც ჯანდაბა. არა, მისთვის ხარ თქვენ ლამაზი, ვარსკვლავი, რომელიც თქვენზე ლამაზი არავინ არ არის, მაგრამ შეიძლება, ну, არა შეიძლება არ იქნება. იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ ჩვენ ვიზახეთ სხვაობა რა გაქვთ თქვენ ახლა სხვებისგან, ხო? ანუ თქვენ ხართ ყველაზე ლამაზი, თქვენ ხართ ყველაზე კარგი, თქვენ ხართ ყველაზე მშვენიერი, ну, короче, ყველაზე მაგარი. აქ даже ეს რა ვერავინ რო ვერ შეგედრებათ, მოდით ასე რომ ვთქვა. აი არ არსებობს სხვა ქალი, რომელიც შეიძლება თქვენ შეგადაროთ. Просто არ არსებობს სოფლიოში, გამიგეთ? აი ეგ ხართ თქვენ ახლა მისთვის რაც გინდათ ისი ფიქროთ. აი აქ ესეთი ენერგია. აქ ესეთი კი.
ანუ აქ არის როგორ ეს ადამიანი ზის და აი აქ დაჟე არ გამოვრიცხავ შეიძლება ზოგი დაჟე ლექსებსაც კი წერს თქვენ სილამაზეზე და აქ არის აი თქვენ ხართ რა აქ არ მინდა ბევრი ლაპარაკი იმიტომ რომ თქვენ ხართ აქ სიყვარული და ადამიანი რომელიც ეს ადამიანი ეს ოცნებობს ეს იხსენებს რაღაცებს რომ აი რომ თუ აქ მაგას ეს ნიჭი შეიძლება დაწერდე კიდევაც თქვათ აქ თქვენზე ლექსებს წიგნებს რა თუ აქვს ეს ნიჭი მაგრამ თქვენ ხართ ანუ ადამიანი რომელმაც პირველი ასეთი გრძნობა მხოლოდ აი თქვენ გააღვიძეთ მასში სხვათა შორის შეიძლება ასეთი სიყვარული არავის მიმართ არ გქონდა მაგას ეს არ არის ზღაპრები გეუბნებით ახლა რო არ ეტყუება იცოდეთ ეხლა ნახოთ ეხლა რის შიში აქ ამ ერთობაში სიყვარულის ნახეთ სიყვარულის შიში აქ ამ ადამიანს რა ანუ რატო რა საინტერესოა რატო გეშინია რატომ გაქვს ეს შიში სიყვარულის იმიტომ რომ იცით რა არის ეხლა ამ წუთში მაგაში იცით შეიძლება აი დაგმოიცადე რატომ გაქვს შიში სიყვარულის ამას ეშინია რომ ეს დასრულდება ძალიან ეშინია იმიტომ რომ აქ ეთყობა თქვენ ჯერ ხართ იმ პროცესში კი იმ პროცესში ჯერ ხართ თქვენ რომ შეიძლება აქ ჯერ შეიძლება არ მოხდა დაუშვა და არ იცის მაგან რა გითხრას გაიგეთ და ამიტომ ეშინია რომ ეს სიყვარული რომ არ დასრულდეს რომ აი არ დავაგვიანოთ არ დავაგვიანო გამიგეთ რა ხდება ამას ეშინია კი ეშინია ნახეთ დუზე ანუ აქ არის სიყვარული და ამას ეშინია დაწყების გაიგეთ იმიტომ რომ არ იცის რა ელოდება ამ ადამიანმა და არ იცის როგორ გამოხატოს ეს სიყვარული არ იცის თქვენ მიიღებთ თუ არა არ იცის თქვენ ელოდებით თუ არა გამიგეთ რა ხდება ნუ იმიტომ რომ აქ ესეთი სიტუაცია და ესეთი ამბავი მოხდა რომ ღმერთო არ არის გასაკვირი რა მაგრამ დრო ქონდა რომ ეფიქრა მას ახლა ძალიან კარგად და მაგრამ ძალიან კარგად ხდება რომ უნდა შეცვალოს მიდგომა ამ ადამიანმა იმიტომ რომ აქ ახლა ნუ ეშინია ამ სიყვარულის დაკარგვას უეჭველი შემიძლია გითხრათ რა სინამდვილეში რა უნდა შენთან სინამდვილეში უნდა შენთან ერთად ყოფნა შენთან ერთად ცხოვრება შენთან ერთად ბედნიერება შენთან ერთად ყველაფერი უნდა მაგას აი ეს და ვნახოთ ახლა ჩვენ როგორ ხედავს თქვენს მომავალს ეს ნუ როგორ ხედავს ორიანი თასების თავიდან დაწყება თავიდან ყველაფერი სიყვარული და ბედნიერება და რა ვიცი თუ რამე შეიძლება კარგი იყოს იმიტომ რომ აქ სუტუზები აქ სიტუაცია იცვლება მაქსიმალურად რაღაც ახალ ეტაპზე გადაადეხართ მე გითხარით ახალი სასიყვარულო ეტაპზე გადაადეხართ всё ამით დავამთავრო და უკვე ახლა ჩავწერ ვიდეოს გრძელ ვიდეოები სადაც აგვაქვს ჩვენ იქ ვნახოთ ჩვენ ახლა როგორ ხედავს ეს ადამიანი თქვენთან ერთად მომავალს всё ჩემო ლამაზებო ძალიან მაგარი გაშლა მომწერეთ ახლა რა რეზონიერ და ვინც არა გაქვთ ვისაც არა გაქვთ გამოწერეთ გამოიწერეთ არხი რომ ყველაფერი პირველია რომ მიიღოთ თქვენ ვიდეო სანამ არავინ არ იცის